Ბენეფიციარი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მკურნალობის ან სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით საქველმოქმედო ორგანიზაციიდან სარგებელს მიიღებს, საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლდება. საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოდის. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსშია დაგეგმილი. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ინიციატივა საქართველოში ქველმოქმედების წახალისებას შეუწყობს ხელს და დოკუმენტი მთავრობის სხდომაზეც მოიწონეს. კანონის ამოქმედების შემთხვევაში საგადასახადო შეღავათი 2014 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ საქველმოქმედო საქმიანობაზე დღევანდელი კანონმდებლობით თუ ადამიანს დაუფინანსა ვინმე სხვამ გარდა სადაზღვევო კომპანიისა მისი ჯანმრთელობის ასე ვთქვათ მომსახურება, ანუ მკურნალობა, ეს შემოსავალი ეთულება ფიზიკურ პირს დასაბეგრ შემოსავალში და ამით იზრდება ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზაც. ჩვენ 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობიდან განხორციელებულ ყველა ასეთ გადარიცხვას აღარ შევიყვანთ საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისად ქონების გადასახადის დაბეგრის სფეროში. ამით აშკარად ხელს შევუწყობთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც აქვთ სერიოზული პრობლემები, ჯანმრთელობის და არ აქვთ შესაბამისი სახსები, ისინი მიიღებენ ამ მომსახურებას ისე რომ არ დაიბეგრებიან საშემოსავლო და ქონების გადასახადით.